ზუსტად ერთ საათში გიორგი გახარიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მოусმენენ, ის დისტანციურად ჩაერთობა და ჩორჩენას საგუშაგოსთან დაკავშირებით ისაუბრებს. თეა წულუკიანმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი დღეს კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ მისი მხრიდან სხდომის ჩაშლას ადგილი არ ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევად. საპასუხოდ გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ მსგავსი განცხადებებით ჩნდება განცდა, რომ მათ შესაძლოა თავად შექმნან ჩართვის დროს ტექნიკური ხარვეზი. 4 საათზე თბილისის დროით წესით უნდა ჩაგვერთოს ბატონი გიორგი გახარია, ვინაიდან ასეთი იყო მისი მრავალდღიანი ვედრება. ბატონმა გახარიამ თავისი პარტიის მგონი Facebook გვერდზე თუ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა ქარდს, რომ ვეძახით ასეთი მესიჯი და თქვა, რომ გამორთვებს არ ვართო. ძალიან გაგვიჭირდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ მისი ჩართვის შესახებ თხოვნა დაგვეკმაყოფილებინა და მე პირადად არ მინდა ზედმეტად ეჭვიანი ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას მართლაც აქვს განზრახული, ასე ვფიქრობ, რომ ჩაერთოს და შემდეგ ეთერი გათიშოს. ამიტომ მე მინდა მას მკაცრად მივმართო და გავაფრთხილო. და განსაკუთრებით მის გარემოცვას და ამფსონებს, რომ ჩვენ გვაქვს თვენის ვალდებულება, მაგრამ ამ თვენის ვალდებულებას აქვს თავისი ლიმიტი და ნებისმიერი ქმედება მისი მხრიდან, რომელიც იგულისხმებს სხდომის ჩაშლას ამა თუ იმ ფორმით, პირდაპირ ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლის დარღვევად. გიორგი გახარია 23 ივნისად მზად იყო ეპასუხა კომისიის შეკითხვებისთვის ამომწურავად. რა თქმა უნდა დღესაც მზად არის და ის ამომწურავად ისაუბრებს, ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს. ის ისაუბრებს რა თქმა უნდა სიმართლეს. აქ შეკითხვა არის მეორე, რომელიც გახლავთ ეყოფა თუ არა გამბედაობა საგამოძიებო კომისიას ბოლომდე მოისმინოს გიორგი გახარიას მიერ გაცემული პასუხები და მოისმინოს ის სიმართლე, რომელზეც ის ისაუბრებს და ხომ არ შეუქმნიან მას პრობლემებს ტექნიკური თვალსაზრისით და თვითონ ხომ არ გათიშავენ რაიმე სახით ამ კომისიის მაუწყებლობას.